Ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხის ინტერესებს. ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. რობერტ ფიცოს მოწოდებას, რომ კაია კალასი უნდა გადადგეს, გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. ფიცო, ორბანი და შალვა პაპუაშვილი რომ ერთხმაში საუბრობენ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაშინ როდესაც დანარჩენი 25 წევრი სახელმწიფო ევროკავშირის, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საკითხებში კაია კალას, მთელი ევროკომისიის შემადგენლობას და მის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც მეც ცოტა ხნის წინ საქართველოზე ვესაუბრე, რომელიც უკიდურესად განიცდის იმას, რომ საქართველოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის ყველაზე ძლიერი ფინანსური და უსაფრთხოების გარანტიებით ჩვენთვის ყველაზე ძლიერი მომავლის გარანტიის კავშირის ნაწილი, რომ ამ შესაძლებლობას საქართველოს რუსული ოცნების და რუსი დიქტატორი ივანიშვილის მოქმედებების გამო ხელიდან უშვებს. ფიცოს არც ერთი განცხადება არ არის რელევანტური, ნულოვან პატივს ვცემ ფიცოს განცხადებებს, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ რაიმე პოლიტიკური წონა აქვს, ან რამეს წარმოადგენს, თავად იხილავთ, მე არ ვიცი მათი შიდა პოლიტიკა, ოღონდ ჩემთვის ის არის ოდიოზური და სამარცხვინო ფიგურა, რომელიც დისკრედიტაციას უწევს დღეს ევროკავშირს. კაია კალასი ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეცვლილიყო, როდესაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც განცხადდა, რომ ესე მეუღლე ბიზნესს აწარმოებდა რუსეთში, უკრაინაში შეჭრის რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ. და დათვლილი იყო რამოდენიმე მილიონი დოლარი, რომელიც მისმა ოჯახმა მიიღო, ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მიზანია მთავარი და არა ის თუ ვინ ასრულებს ამ მიზანს, როგორ გამოდიან, როგორ უტევენ საქართველოს და ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის არანაირად დაფუძნებული რაიმე ობიექტურ ანალიზი. აქედან გამომდინარე, რობერტ ფიცოს შეფასება არის რასაკვირველი ობიექტური, მაგრამ ამავე დროს არ არის პერსპექტივა, რომ ან მას, ან ორბანს ვინმე მხარე დაუჭიროს, თუმცა ამის მტკიცებულებები არსებობს. კოსმეტიკური ცვლილება ვერ მიიყვანს ევროკავშირს იმიზნამდე, რა მიზანიც პრაქტიკულად არის ჩვენთვის კარგად ცნობილი. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკის გაჯანსაღება და მხოლოდ კაია კალასის შეცვლით არ მგონია რომ ეს განხორციელდეს, თუმცა მრავალჯერ სკანდალში გახვეული ადამიანი, რომელსაც ბოდიშების მოხდაც ბუნებრივია მოუწია სიცრუის გავრცელებისთვის, ამ ადამიანის საგარეო პოლიტიკაში პირველ პირად ყოფნა ევროკავშირისთვის ცხადია, მისი ავტორიტეტისთვის ეს არის დამამცირებელი. საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, ინტერესი ევროკავშირთან ურთიერთობების, რა თქმა უნდა, აქვს და ძალიან დიდად ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა ევროკავშირთან, თუმცა ის მიდგომები, რაც ბოლო პერიოდში ჩანდა საქართველოს მისამართით ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და ეს არის იმ მცდარი პოლიტიკის შედეგები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტები, არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზიანებს ევროპას, აზიანებს ევროპის რეპუტაციას და თუ კი ამაზე დღეს ხმამაღლა საუბრობენ, ეს არის არა მხოლოდ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, არამედ სხვებიც კარგად ხედავენ, რომ შეცდომები არ არის ევროპის ინტერესში.